მე კი მაყურებელს ვეთყვი, რომ დღეს არეტა ფრანკლინი იუბილარი გახლავთ, ეს არაერთხელ აღვნიშნეთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის პიროვნება, რომელზეც საინტერესო ფაქტები ყოველთვის მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, და სასიამოვნოდ გასახსენებელი. სოულის დედოფალს მსოფლიო 2018 წლის 16 აგვისტოს დაემშვიდობა, მიუხედავად იმისა, რომ მან სამყარო დიდი ხნის წინ დატოვა, მომღერლის სტილი და შემოქმედება უამრავ ადამიანში გაოცებასა და აღფრთოვანებას დღემდე იწვევს. ფრანკლინმა წარმატება 60-იან წლებში მიაღწია, ის 1987 წელს პირველი მომღერალი ქალი გახდა, რომლის სახელიც როკ-ენ-როლის დიდების ხეივანში შეიტანეს. 1999 წელს პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა არეტა ხელოვნების ეროვნული მედლით დააჯილდოვა, 2005 წელს კი პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მას თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი გადასცა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკაში სამოქალაქო პირებისთვის ეს ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო გახლავთ. 45 წლიანი კარიერის განმავლობაში ფრანკლინს მიღებული აქვს 18 გრემი და გაყიდული აქვს 75 მილიონამდე ჩანაწერი. მართალია არტისტის შესახებ ბევრი რამ არის ცნობილი, თუმცა არის ფაქტები, რომლებიც სოულის დედოფალზე ჯერ კიდევ ბევრმა ადამიანმა არ იცის. დღეს კი ჩვენ სწორედ მათზე მოგიყვებით და ასე ვთქვათ, აი ამ ფრაგმენტებს გავიხსენებთ. მაგალითად, იცოდით, რომ ფრანკლინს თურმე ძალიან ეშინოდა ფრენის საქმე იმაში გახლავთ, რომ ერთ-ერთი მოგზაურობის დროს ატლანტიდან დეტროიტისკენ მიმავალი მისი თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში მოუყვა და როგორც შემდეგ არტისტი იხსენებდა, ამ ყველაფერმა იმდენად შეაშინა, რომ გადაწყვიტა, რომ ფრენაზე ეთქვა უარი. ამის შემდეგ ის ყველა კონცერტზე ავტობუსით ან მანქანით მიდიოდა. ასევე, თაკო, ცოტამ თუ იცის, რომ ბავშვობაში ფრანკლინი და ძმებთან ერთად დეტროიტის ეკლესიის გუნდში მღეროდა, მას ეს ადგილი არც მაშინ დავიწყება, როდესაც ცნობილი მომღერალი გახდა, ის ეკლესიას ყოველ წელიწადს დიდი რაოდენობით თანხებს წირავდა, სხვათა შორის ესეც აღსანიშნავია. პირველი კონტაქტი ხმის ჩამწერ სტუდიასთან სოულის დედოფალმა ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში გააფორმა. თვითნასწავლმა მუსიკოსმა მსოფლიო მალევე მოხიბლა თავისთავად, მისი უნიკალური ხმა და დახვეწილი სტილი შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ესეც არ არის გასაკვირი, საზოგადოებამ ის მალევე შეიყვარა. ნაკლებად ცნობილია ასევე ის ფაქტიც, რომ 1985 წელს მიჩიგანის შტატის ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტმა ფრანკლინი ხმა სახელმწიფოს ბუნებრივ რესურსად ოფიციალურად აღიარა და გამოაცხადა. კარიერის პარალელურად არეტა ფრანკლინი ქალების უფლებების, სოციალურ სამართლიანობასა და გენდერული თანასწორობისთვის აქტიურად იბრძოდა, ასევე პარალელურ რეჟიმში, ასევე ჩართული იყო საქველმოქმედო საქმიანობაში. არეტა ფრანკლინის შესახებ გადაღებულია ბიოგრაფიული დრამა სახელწოდებით Respect, ანუ პატივისცემა, სოულის ლეგენდის როლს მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ჰადსონი ასრულებს. კინოსურათი მომღერლის ცხოვრებიდან რეალური ისტორიების შთაგონებით იმ სირთულეებით სავსე გზის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც გასულ საუკუნეში სოულის დედოფალმა მსოფლიო აღიარების მოსაპოვებლად გამოიარა. არეტა ფრანკლინის შემოქმედება წარსულშიც არაერთხელ გამხდარა უამრავი ადამიანისთვის ინსპირაციის წყარო და ეს ასე იქნება მომავალშიც ამაში დარწმუნებული. წარსულში ასე იყო, მომავალში ასე იქნება.